რამაზ სამხარაძემ საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს უპასუხა. სოფელ შილდაში საცხოვრებელი სახლების კედლები დაიბზარა. ჰერეთის ახალ ამბებს გიორგი ალადეშვილი გაგაცნოთ. უკვე რამდენიმე საათია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მედია ორგანიზაციებს უსმენს. დაიკითხა 5-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი. მათ აქვთ კონკრეტული ბრალდებები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიმართ. ისინი ამტკიცებენ, რომ ირღვეოდა მათი უფლებები, აჯარიმებდნენ და უმქმნიდნენ პრობლემებს ლიცენზიებთან დაკავშირებით. კომისიამ უკვე მოусმინა ჰერეთის მფლობელს რამაზ სამხარაძეს. იგი შეკითხვებს თითქმის 1 საათის განმავლობაში პასუხობდა. სამხარაძემ დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ დაარღვია საჯაროობის კანონი კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემისთვის გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთ მოსამზადებელ სხდომაზე. სამხარაძეს შეკითხვები დაუსვეს კომისიის წევრებმა, თინათინ ხიდაშელმა, ლევან ბეჟაშვილმა, ანი მიროტაძემ, თამარ კორძაიამ და სხვებმა. კომისიის სხდომა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჩვენ შეგვიძლია რამაზ სამხარაძის კომენტარი მოვისმინოთ. 7 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანია ცდილობს შემოვიდეს თბილისის ბაზარზე, თუმცა რატომღაც აი ამ ხნის განმავლობაში ეს სივრცე ჩაკეტილია ჩვენი კომპანიისთვის. ამისთვის არსებობდა ძალიან ბევრი მიზეზი, ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან პირდაპირ თანხმდროში და კავშირში იყო და დღემდე ეს საკითხები გამოსაძიებელია. ახლა კი გთავაზობთ აუდიო მასალას, რომელიც პარლამენტში მიმდინარე საგამოძიებო კომისიის სხდომაზეა ჩაწერილი და სადაც კომისიის წევრთა შეკითხვებს ჰერეთის მფლობელი რამაზ სამხარაძე პასუხობს. დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა და პირველივე მოსამზადებელი სხდომა დაიწყო პროცედურული დარღვევებით, მაშინ როცა გაიხსნა კონკურსანტთა დოკუმენტაცია. შესვენების შემდეგ, ისე რომ არავის არ ენახა რა იყო სამაუწყებლო კონცეფციებში, ან კომისიამ ჩამონათვალი გაგვაცხნა მხოლოდ იმ დოკუმენტაციის, რა დოკუმენტები ჰქონდათ წარდგენილი კონკურსანტებს. სამაუწყებლო კონცეფციები იურიდიული სამართლებრივი დეპარტამენტის ინიციატივით წაიღეს, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ კაბინეტში. ჩვენ ვითხოვდით მთელი აი ამ მოსამზადებელი სხდომის განმავლობაში, რომ უფლება მოეცა კომისიას, რომ გადაგვეღო ელემენტარულად, ან ქსეროასლის სახით, ან ვიდეოკამერის საშუალებით, რა ხდებოდა სამაუწყებლო კონცეფციებში, ვინაიდან მე მქონდა ინფორმაცია, რომ წინა წლებში იყო მცდელობა, რომ შეცვლილი იყო კონტენტი იმ ინფორმაციის, რის საბუთებით შედიოდა კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში. ჩვენ ვერ გადავიღეთ, არ მოგვცეს ამის უფლება. 9 საათის განმავლობაში ჩაკეტეს ეს დოკუმენტაცია და ჩვენ ვერ მივიღეთ აღნიშნულის გადაღების საშუალება. ამასთანავე ეს რა გითხრეს იმისი, რომ სხდომა შეწყდა მომენტში და გეტყვით ახლა, ეს არის 61 მაუწყებლობის კანონითო კონცენტრირება დასადგენიო, იმიტომ რომ ორი მაუწყებელიო, აქედან სტერეო პლუსი და თქვენო, ხართო დასადგენიო, რამდენად შეესაბამისებით თბილისის ზონას. ანუ გადაფარვა ხო არ ხდება, ანუ რატომღაც რომ მე კახეთიდან მაუწყებლობდი თბილისში, ან სტერეოს კონდეს გაშვებული სხვა რადიოსადგური. მე აღმოჩნდა 9 საათის შემდეგ, როცა უკვე დააბრუნეს ეს სამაუწყებლო კონცეფციები და მე ამის მერე მოგვეცა უკვე ჩვენ გადაღების უფლება. რომ თურმე ჩვენთან დაკავშირებით კი არ ყოფილა პრობლემა, ყოფილა არტ რადიოსთან დაკავშირებით, რომლის დირექტორიც არის მედია ცენტრ აფხაზეთის ხმის და თუ არ ვცდები კიდე მათთან შემავალი ერთი რადიოსადგურია დარდიმანდი, იმის გამგეობის წევრი და ასე ვთქვათ ინტერესთა კონფლიქტი იყო, რადგან მე სხვა შეფესეთი შემოქონდა, ასე ვთქვათ, სხვა შეფესეთი იღებდა კონკურსში მონაწილეობას. ეს განგვიმართეს მიზეზად. ეს მიზეზი თუ არის თქვენთვის ცნობილი, ჩაწერილი არის ოქმში. მე გამოვითხოვე ოქმები, თუმცა პასუხი კომისიისგან მივიღე, რომ ისინი არ არიან ვალდებულები შეინახონ ოქმი და შესაბამისად არანაირი არა, აუდიო ჩანაწერს არ გულისხმობ ოქმში თუ არის ეს ჩანაწერი. არც იქნება ყველა ვარიანტში, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია დოკუმენტალური სახით, არც წერილობით და არც აუდიო საშუალებით არ გავცნობი ვართ ამ ინფორმაციას. თავიდან თქვით, რომ პროცედურის დარღვევით დაიწყო სხდომა და იქნება ეს დეტალები გითხრათ, თქვენი აზრით რა იყო, სად იყო ეს დარღვევა? ეს დარღვევა მდგომარეობდა შემდეგში, ანუ როდესაც გაგვაცნეს კონკურსანტთა დოკუმენტაცია, თავისთავად სხდომა არის საჯარო, ხო, ყველა ის დოკუმენტი, რაც არის წარდგენილი უკვე როცა იხსნება პაკეტი, ის უკვე ხდება საჯარო. შესაბამისად, ჩვენი კომპანია, ჩვენი წარმომადგენლები ითხოვდნენ ელემენტარულად
გადაგვეღო ის დოკუმენტაცია, რაც შევიდა კომუნიკაციების კომისიაში. მეგონა გახსნა იყო. არა, ან ამის შემდეგ ის დოკუმენტაცია მიდის სადღაც 9 საათის განმავლობაში, რაღაც გაურკვეველი მიზეზებით და შესვენების შემდეგ აქტიურად ბრუნდება სხდომაზე. ეს თქვენ აპროტესტებთ იმას, რომ გაიტანეს დოკუმენტები და კონტენტზე ნიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა მუშკეთახობით, მაგრამ შემდგომ უკვე თქვენ ვებრძანეთ, რომ იურიდიულმა დეპარტამენტმა რომ დადო უკვე დასკვა ბატონმა მახარაძემ მაუწყებლობის ბოდიში. მან დადო საკმაოდ ობიექტური აზრი, თქვენი აზრით ობიექტური დასკვნა. ამიტომ რამდენად არის კავშირი, ანუ ის ეჭვი, ჩემი აზრით, როგორც თქვენ მოყევით, არ გამართლდა. ხო, ანუ შეცვალეს თქვენი ეჭვით კონტენტი ვინმესი თუ არ შეცვალეს, მე არ ვიცი რა ხდებოდა, თავარი ეს არის, რომ სხდომის საჯაროობა დაირღვა. ხო, თავარი ეს არის, ანუ პროცედურა დაირღვა. იქ რა ხდებოდა ეხა 9 საათის განმავლობაში, რეკავდა თუ არა ვინმესთან დაუშვათ, რომ კომისიის რომელიმე წევრი ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეს უკვე არ ვიცი, ერთმა ის. ეს გასაგებია, ეს ჩვენი საკვლევი არ არის, რა ხდებოდა, მთავარი არის, რომ თუ შეგვიძლია ჩვენ ობიექტური გარემოებების საფუძველზე და ფაქტობრივი გარემოებებით დავადასტუროთ, რომ ნამდვილად შუა სხდომა გაწყდა, ეს დოკუმენტაცია აიღო ვიღაცამ, სადღაცას აიღო ჩაკეტა და 9 საათს მერე მოვიდა. იქ რა ხდებოდა, ეს უკვე აღარ არის საინტერესო, რომ თავისთავად ეს უკვე პრობლემა არის და დარღვევა. ეს სწორი შედარება გააკეთეთ თქვენ, იგივეა საარჩევნო ყუთი რო წაიღო სადღაცას და მერე მოიტანო და ისე დაიწყო დათვლა, ამიტომ ეს თქვენ ბძანეთ, რომ ამისი ჩანაწერები გაქვთ. ამის ჩანაწერები არსებობს კი ბატონო. კი, ოფიციალურად შეგიძლიათ რომ კომისიას ეს გამოუგზავნოთ. არანაირი პრობლემა. ბატონო, კიდევ თუ გაქვთ რამე? ალბათ ჯობია რომ ეს მომენტი მოვინიშნოთ და თვითონ კომისიის წევრებსაც დაუსვათ ამაზე. მე მინდა პრაქტიკულად ყველაფერად საკვილაპარაკეთ მონიშნულია იმისთვის რომ მე ემათ ვკითხო. მე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ეს ნაწილი იმიტომ სხვა რაღაცებიც ითქვა, რომელსაც შეიძლება შემთხვეობა არ ქონოდა კომისიის საქმიანობას. კი, ჩვენ უკვე ეს კითხვა გავგზავნეთ და ნათია გეტყვით მე პასუხს, ხო, რამას დაასრულებდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი კომპანია ფიქრობს, რომ ჰერეც კომისიის წევრები ექცევნიან დისკრიმინაციულად. დღეს ჩვენ ვაპირებთ ასევე მიმართოთ მთავარ პროკურატურას და მოვითხოვოთ პასუხისმგებლობის აყენება კომისიის წევრების მისამართით და ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც ჩვენ კომპანიას გააჩნია, წარუდგენთ მთავარ პროკურატურასაც. თქვენ ჰერეთის ახალ ამბებს უსმენთ. მაესტროში ნაღმი არ აღმოჩნდა, ტელეკომპანიაში ევაკუაცია იყო გამოცხადებული. სატელეფონო ტერორიზმის ჯაჭვი გრძელდება, დღეს ისევ დარეკეს 112-ში და პოლიციას ისევ შეატყობინეს მაესტროში ნაღმის შესახებ. მაესტროს მფლობელს მამუკა ღლონც მოусმინოთ. ძარი შემოვიდა დაახლოებით 20 წუთის წინ. რა თქმა უნდა, ჩვენ დავემორჩილეთ კანონს, დავტოვეთ შენობა, ველოდებით გამნაგოლებს. ჩვენ არ გვაქვს სათადარიგო სტუდია ამ ეტაპზე, მაგრამ როგორც მოვლენა აჩვენა, აუცილებელია და ალბათ გავაკეთებთ. მოეჭვმეპარება ამ ბომბებზე ეს რეკვები შეწყდეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მიწისძვრის გამო საცხოვრებელი სახლების კედლები დაიბზარა. როგორც რადიო ჰერეთს შილდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ლევან ხუციშვილმა განუცხადა, მის ტელეფონზე ამ დრომდე 100-ზე მეტი სატელეფონო ზარი დაფიქსირდა. მოსახლეობა დაბზარული კედლების შესახებ გვატყობინებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაიბზარა ისეთი შენობები, რომელიც ამორტიზებული იყო და ბზარები მანამდეც ჰქონდა. სპეციალური კომისიაა შექმნილი, რომელიც მდგომარეობას უშუალოდ ოჯახებში მისვლით სწავლობს, განაცხადა ლევან ხუციშვილმა. თავაზობთ მის კომენტარს. განგრევით არაფერი არ არის განგრეული, უბრალოდ ბზარები აქვს რა დაკეთებული სახლებს. აი ამორტიზირებული შენობები რომლებიც არის, იმათ აქვს ბზარები ძველები უმეტესად რა. და ოღონდ ცოტა მომატებულებია უმეტესად. კომისია შექმნილი არის და ეხლა კომისიასთან ერთად დავდივართ რა. დაახლოებით ერთი სატელეფონო ზარი მაინც არის გაკეთებული ახლა ჩემთან. პაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. ამის მიზეზი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სოფელ ნინიგორში ხიდის რეაბილიტაცია გუშინ დაიწყო. როგორც რადიო ჰერეთს ნინიგორის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ემზარ გვალიამ განუცხადა,
მდინარე ნინოსხევის მცირე მონაკვეთი, რომელიც აღნიშნული ხიდის ქვეშ მოედინება, გახშირებული წვიმების შემთხვევაში დიდდება და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. ემძარგვალიას თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო ლაგოდეხი აფენი გურჯაანის მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია და სატრანსპორტო საშუალებები შემოვლითი გზით დადიან. რწმუნებული ამბობს, რომ ხიდის მშენებლობა მინიმუმ 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. დღის სხვა ახალი ამბები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცრუ შეტყობინებების გამო პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ამის შესახებ დავით უსუფაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. ციტატა: ბოლო ხანებში სამჯერ მოხდა საქართველოს პარლამენტის შენობის დაცლა ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინების გამო. ჯამში პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება შეწყდა 15 საათის განმავლობაში, რამაც მორალურ პოლიტიკურთან ერთად პარლამენტს წინასწარი მონაცემებით მიაყენა 50,000 ლარამდე ოდენობის ქონებრივი ზიანი. მიუმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტს მიაწოდოს ცრუ შეტყობინებების ავტორთა მონაცემები, რათა საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად მომზადეს სამოქალაქო სარჩელი პარლამენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გაავრცელა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, იგივე სემეკის თავმჯდომარედ ირინა მილორავა დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის ბრძანება მილორავას დანიშვნის შესახებ 17 სექტემბრით თარიღდება. ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის მერვე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაინიშნოს ირინა მილორავა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ აღნიშნულია ბრძანებაში. ირინა მილორავა ამ დრომდე ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს ხელმძღვანელობდა. სემეკის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს უფლებამოსილების ვადა 30 აგვისტოს ამოეწურა. ქართული საზოგადოება მზად არის უფრო მეტად დაეხტნოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ვიდრე ერთ კონკრეტულ ლიდერს. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ელჩმა წინა საარჩევნო პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე მშვიდ საარჩევნო პროცესს ელოდება. რიჩარდ ნორლანდმა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდიც გაიხსენა, როდესაც მისი თქმით ძალადობის გარკვეული საფრთხე არსებობდა. ამერიკის ელჩი ზუგდიდში წინა საარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. რიჩარდ ნორლანდი შეხვდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ოფიციალურ პირებს, არასამთავრობო სექტორს და ჟურნალისტებს. მადლობთ ყურადღებისთვის, ასეთია დღის ამბები ამ დროისათვის. გამოშვება ჰერეთის საინფორმაციო სამსახურმა მოამზადა საკუთარი და საინფორმაციო სააგენტოების მასალების გამოყენებით. არ დაგავიწყდეთ, თუ გაქვთ Apple ან Android-ი, მოძებნეთ ჩვენი აპლიკაცია და გვისმინეთ ყველა smartphone-ზე, სადაც არ უნდა იყოთ. ეწვიეთ ასევე ჩვენს საიტს hereti.fm.com. სტუდიაში გიორგი ალადეშვილი მუშაობდა. ედროებით, გემშვიდობებით.